EUTOS რეზოლუციის საკუთარი სურვილის შესაბამისად წარმოჩენის მცდელობისას ოპოზიცია ლოგიკას გასცდა და დაიკარგა. ჯერ იმის მტკიცებას ცდილობდნენ, რომ მმართველმა ძალამ ისეთ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც ჯო ვილსონის ფრაზა ახალი არჩევნების შესახებ იყო მოყვანილი. მას შემდეგ, რაც EUTOM დეტალები გაახმიანა, უკვე პირიქით ირწმუნებოდნენ, რომ ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც სირიისთვის მოწოდება იყო, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაეღო. ამ საკითხში კი საერთოდ მთავარი მომენტი გამოტოვეს, რომ აღნიშნული ჩანაწერის ინიციატორი ქართული დელეგაცია იყო. მოკლედ, ერთდღიანი წვალების შემდეგ დღის ბოლოს გაირკვა, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა მცდარი აღმოჩნდა. მარიამ ლორთქიფანიძე გვიამბობს რეალურად რა მოხდა პორტოში, სადაც EUTOS გენერალურმა მდივანმა 2024 წლის არჩევნებიც კი დადებითად შეაფასა. მას შემდეგ, რაც პორტოს დეკლარაციაში საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვილსონის სუბიექტური დამოკიდებულება აისახა, ქართულმა დელეგაციამ ფინალურ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ასეთია რეალური ამბავი EUTOS საპარლამენტო ასამბლეიდან, რომელიც რადიკალურმა ჯგუფებმა თავიანთი პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეფუთეს და ცრუ ინფორმაციები გაავრცელეს. ეს საკითხი, რომ სირიის ახალმა ხელისუფლებამ გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, არათუ ჩვენ მიერ იქნა დაინიცირებული, არამედ ჩვენ საკმაოდ დიდი მუშაობა გავწიეთ იმისთვის, რომ ხარდაჭერა მოგვეპოვებინათ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მივიღებდით მონაწილეობას ერთიანი ტექსტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრაში, სადაც სამწუხაროდ გავიდა ჯო ვილსონის მავნებლური ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ახალი არჩევნები ჩაატაროს. დეზინფორმაციულ კამპანიას თითქოს საქართველომ ახალი არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების საკითხზე ჩანაწერს მხარი დაუჭირა, წერტილი გუშინვე თავად EUTOM დაუსვა. თუმცა ოპოზიციამ სპეკულაციებისთვის ახალი სივრცე იპოვა და დღესაც დარწმუნებით ამბობენ, რომ ქართულმა მხარემ თითქოს უარი თქვა ხმა მიეცა ჩანაწერისთვის, რომელიც სირიისგან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაყებას ეხებოდა. ამ დეკლარაციაში ჩაიწერა პირდაპირ, რომ სირიამ უკან უნდა წაიღოს ჩვენი ასე ვთქვათ ტერიტორიების აფხაზეთის ეგრეთ წოდებული და სამხრეთ ოსეთის აღიარება. აი ამასაც კი არ დაუჭირა ხარი და ეს არის მტკიცებულება თუ რას ნიშნავს ნამდვილი ხალატი. ოპოზიცია საკუთარი თავის ლუსტრირებას განაგრძობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პორტოში მიღებულ გადაწყვეტილებებზე რადიკალების მიერ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ სიცრუეზეა აგებული. ორმაგი ტყუილი EUTOS დეკლარაციის შესახებ მალევე გამოაშკარავდა და ოპოზიციის მოკავშირე მედიებს სიმართლის აღიარება მოუხდათ. აწიეს ახალი ისტერია და კამპანია, რომ თითქოს როგორ არ დაუჭირა ქართულმა ოცნებამ ისეთ რეზოლუციას მხარი, სადაც ეწერა ჩვენთვის სასარგებლო რაღაცეები, ოკუპაციასთან დაკავშირებით, რუსეთთან დაკავშირებით, სირიამ რომ უნდა გაიწვიოს ის აღიარებები და ასე შემდეგ. და მე ამაზე ააგეს თავისი დღის წესრიგი. როდესაც ეს ყველა პუნქტი და ყველა აბზაცი, რაც ახლა მე ჩამოვთვალე, ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა ჩაწერილი. ამდენ ტყუილი, რომელზეც აპელირებს აგენტურული ტელევიზია და მას ხარს უჭერს ის ჯგუფი ადამიანების, ვისაც ელემენტარულად ადგილი ჯანსაღ ქართულ პოლიტიკაში არ აქვს, მეტყველებს ერთ რამეს, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორე მიმართულებით და EUTOS დასკვნა და ამ ფორუმზე გაკეთებული განცხადებები, აი ამის მეტყველია. EUTOS გენერალურ ასამბლეაზე არჩევნებზე ოპოზიციის უარგუმენტო ბრალდებებსაც გაეცა პასუხი. შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. EUTOS გენერალურმა მდივანმა კი საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის გამო ქართული ოპოზიცია გააკრიტიკა.